Საამშვიდობისა მოგესალმებით ტელეკომპანია იმედი საკვირაო ტელეჟურნალ დროების სტუდიიდან. მე გიორგი თარგამაძე და ტელეიმედი ჟურნალისტები წარმოგიდგენთ 4 თებერვლის დროებას. რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მდუმარე მღელვარება უწოდა იმ მდგომარეობას, რომელიც ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ საზოგადოებას დაეუფლა. ზუსტად 2 წლის წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბურთალოს ქუჩაზე კონსპირაციულ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს. ძალოვანებმა მაშინვე გვაუწყეს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. დღეს ტრაგიკული ფაქტიდან 2 წლის შემდეგ საქმე კვლავ დაუსრულებელია. არსებობს უამრავი კითხვა და არ არსებობს მათზე პასუხი. არსებობს ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის კი არა პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი გახდა. არსებობს ახალი ნიუანსები, რომელიც ამ მეჭს კიდევ უფრო აძლიერებს. საზოგადოება ამის შესახებ განუწყვეტლივ საუბრობს, თუმცა ჩუმად. ამიტომაც არის მღელვარება მდუმარე. თია ადეიშვილი შეხვდა იმ ადამიანებს, რომლებიც ასევე დუმდნენ და თავს საკუთარი ძალებით სიმართლეს ეძებდნენ. დემოკრატიას როდესაც აფუძნებ, მე ეს არის ის სისტემა, რომელიც აუცილებლად თავის შემქმნელი მამის ჭამას იწყებს. და ისაუბრობს დიდხანს და გულწრფელად რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმში ზურაბ ჟვანია. ინტერვიუ, რომელიც რევოლუციამდე ჩაწერა, პოლიტიკურ აღსარებას გავს ფილმი წინასწარმეტყველებას. ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან მაგარი პოლიტიკოსი, როგორც შევარდნაძე. უბადლო აი პოლიტიკურ ინტრიგებში და თამაშებში, მაგრამ თუ ამ ინტრიგებს და თამაშს შენ აკეთებ აი მთავარის ხარჯზე, რასაც ეფუძნება ქვეყანა, სახელმწიფო, საზოგადოება, შენ ხარ ნოლი როგორც სახელმწიფო მოღვაწე. და ეს მოკუსკუსებული რამე და ეს ენერგია პარანეჟელეჩი. ზურას თვალები ნახე. ეს დღეა რა 15 წუთში შევუტევთ. 15 წუთში კი 15 წამში. ეს იყო პოლიტიკური და მუხანათური მკვლელობა. ის მოკლეს, რადგან სხვაგვარად ვერ აჯობებდნენ, ამბობს ყოფილი პრემიერის, ყოფილი გუნდის წევრი. მაგრამ რატომ გაწირეს ზურაბ ჟვანია? ხო შეიძლებოდა ვინმეს მოეკლა პირდაპირ? არა, ეს იქნებოდა მსხვერპლი, ეს იქნებოდა გმირი, ეს იქნებოდა მიმდინარეობის, ასე ვთქვათ, შექმნის პრეცედენტი, იმიტომ რომ ზურას საკმაოდ ადამიანები არიან საქართველოში, ვინც კარგად გამოიყენებდნენ აი ამ, ვთქვათ, ფაქტს, ეს რომ და აქ გმირს დაარტყეს, აქ ასე ვთქვათ, მოსპეს ფიგურა. როგორც ჩანს, რომელიღაცა ძალიან გადაიღუპა და მოიცილეს. ვინ მოიცილა პრემიერი, ამაზე კონკრეტულად ვერავინ საუბრობს. ეჭვების 2 წელი გამოძიებამ სულ უფრო მეტი უპასუხო კითხვით აავსო. ეს მაშინ, როცა 2005 წლის 3 თებერვალს ქვეყნის პირველი პოლიციელი 3 საათში მიხვდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. მიხვდა სახლში, სადაც მერაბიშვილის მისვლის დროს არც მომწამვლელი აირის სუნი იდგა და აღარც გაუმართავი ნიკა ლაენთო. დაცვამ დაახლოებით 4-5 ნახევარზე შეამტრია ფანჯარა და აღმოაჩინა ბინაში ბატონ ზურაბ ჟვანიას და მისი მეგობრის გვამი. ეს არის უბედური შემთხვევა, მე პირადად ვიყავი იქ ადგილას, შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი. ძალოვანების მიერ გაჟღერებულ ერთადერთ და ჯერჯერობით საბოლოო ვერსიაში ხელისუფლებას ეჭვი არც ერთი წუთით არ შეუტანია. მაგრამ ისმის კითხვა, თუ ჟვანია მართლაც ასე მარტივად გარდაიცვალა, რატომ არ სრულდება გამოძიება? ოჯახი მზად არის მოისმინოს სიმართლე, თუნდაც ყველაზე მწარე. ადამიანად ეს ვერსია მწყობრად არ ეწყობა ერთმანეთს ელემენტარულად, ამიტომაც არის, რომ 2 წელია უკვე გაჭიანურდეს საქმის გამოძიება და ვერ ასრულებენ. ეს შეეძლოთ მათ აეწყოთ ეს უბედური შემთხვევის ვერსია და ასრულებდნენ აქამდე ამ საქმეს, მათ ინტერესებში შედეს ეს პირველ რიგში, მაგრამ არ გამოდის. როგორც კი ეს გაცხადდება რა და როგორ ქვეყანაში რადიკალურად უნდა შეიცვალოს მე მდგომარეობა, ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც ამასთან აქვს შეხება, ძალიან ფრთხილობს ამ შემთხვევაში. თუ ჩვენი ხელისუფლების რაიმე დანაშაული არის, ეს იქნება გამოძიებული ჩვენ სიცოცხლეში.
და თუ ვიღაცა სხვა ურევია და სხვა შეიძლება ეს მუდმივად დარჩეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ძალიან მინდა ისე მე თვითონ არ წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ არ გავიგო სიმართლე. გაიგებთ როგორც ვერ გეტყვით. საქართველოსთვის ჟვანიას მკვლელობა არის დაახლოებით იგივე, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კენედის მკვლელობა. როგორ ფიქრობთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის შესაძლებლობა, რომ ზუსტად იყოს ყველაფერი? ყველაფერს წერტილი დაუსვან და მძიმე შეუძლიათ, მაგრამ ესეთი რამეებია, ესეც მითია. ჟვანიას გარდაცვალების საეჭვო დეტალების ჯაჭვი გრძელია და ლოგიკური. თუ პრემიერი ნახშირბადის მონოქსიდით ანუ CO-ს გადაჭარბებული დოზით გაიგუდა, მაშინ რატომ წერია ამერიკის გამორძიების ფედერალური ბიუროს დასკვნაში, რომ საბურთალოს 53-ში მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის დროს ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციამ არ მიაღწია და არ გადააჭარბა სიცოცხლისთვის საშიშ ზღვარს. დასკვნის ქართული ვერსია კი ამბობდა, რომ მიაღწია და გადააჭარბა. რატომ ვერ იპოვნეს ბინაში, სადაც ჟვანიამ და იუსუპოვმა 2 საათი მაინც დაყვეს გარდაცვლილების თითის ანაბეჭდები? როგორ შევიდა დაცვის წევრი ღამის 12 საათზე მაღაზიაში, რომელიც 10 საათზე დაიკეტა? დაიყიდა ძეხვი და კონიაკი, რომელსაც პრემიერი არასდროს მიირთმევდა. რატომ არ ჰქონდა პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრს რაცია? როგორ დარეკა მან რაულ იუსუპოვთან საბურთალოს ქუჩიდან მაშინ, როცა ზარი დიდუბის ანძიდან დაფიქსირდა? როგორ დარეკა ტელეფონის ნომრიდან, რომელიც ჟვანიას აღარ ეკუთვნოდა? ფარული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ზურაბ ჟვანიას ძმის დაკითხვებით დაბნეული დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს იძლევა. ესე მარტო იუსუპოვის ზუდასთან შეხვედრის ამბავი იცი? მარტო მაგი ხდებოდა შენთვის ცნობილი და დანარჩენი ყველა შეხვედრა ვის ხდებოდა ადეშდულად უცნობი და რაღაც უცნაურია. ხო არ გეჩვენება, მაგიც უცნაურია. რატომ მაინდა-მაინც იუსუპოვის შეხვედრა არის შენთვის? ფარულ შეხვედრას აწყობს და მაინდა-მაინც იუსუპოვის შეხვედრა ეს ფარული შეხვედრა არის ჩვენთვის ნატელი და სხვა შეხვედრები არის ნამდვილად ფარული. ეს შეგიძლია ახსნა. აშკარად ვერ ლაპარაკობს, არ არის აქ. მიხეილ ძაძამია, რომელსაც ოფიციალური ვერსიით ქვეყნის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი და დასაცავი ობიექტი ყურადღებობის გამო მოუკვდა, დღესაც დაცვაშია და ახლა ზღვის სიცოცხლეს იცავს. მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. ჟვანიას დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე, როგორც ამბობენ, მერიაში დააწინაურეს. ვახტანგ კომახიძე პირველი იყო, ვინც ტყვის გარეშე გარდაცვლილ პრემიერზე ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო. ფილმი, რომელზეც ახლა მუშაობს, როგორც ჩანს, უფრო სკანდალური იქნება, სადაც დამოუკიდებელი ევროპელი ექსპერტები ადასტურებენ, რომ სახლში, სადაც ჟვანიას და იუსუპოვის ცხედრები იპოვნეს, უბედური შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო. ფილმში იქნება ლაპარაკი იმაზე, რატომ მოხდა პრემიერ-მინისტრის დაღუპვის დღეს პრეზიდენტის ავტოავარია, რა მოხდა იმ დღეს, ეს არის ჩვენი კვლევის საგანი. ჩვენი კვლევის საგანი არის ლევან სამხარაულის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც ფილმის გასვლიდან რამდენიმე დღეში მოხდა. როგორც ამბობენ სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ლევან სამხარაულის პრინციპული პოზიციის შემდეგ საბურთალოს 53-ში ჩატარებული კვლევის შედეგებში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ბინაში აღმოჩენილი სიგარეტის ნამწვავები და თითის ანაბეჭდები ძველი იყო და ჟვანიას და იუსუპოვს საერთოდ არ ეკუთვნოდა. ლევან სამხარაულის მოულოდნელ მკვლელობას პრემიერის დაღუპვასთან წესით არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ კომახიძის კვლევის საგანია თავად სამხარაულის მკვლევის თვითმკვლელობის საეჭვო დეტალები. ირკვევა, რომ სამხარაულის მკვლელმა თავი 2 სხვადასხვა იარაღიდან მოიკლა. ჯერ გულში, სანადირო თოფით, შემდეგ კი საფეთქელში ტეტეს მიბჯენით. თვითმკვლელობიდან თვითმკვლელობამდე ინტერვალი 3 წამია, რაც ადამიანურ ძალებს აღემატება. ასე მოისპო 2 გახმაურებული მკვლელობის 2 მნიშვნელოვანი მოწმე. ორივე შემთხვევაში ძიების დასრულებამდე დასკვნის გამოტანა ნაჩქარევია. ვინც ზურაბ ჟვანიას კარგად იცნობდა, ამბობს, რომ არც პრემიერ ჟვანიას და არც ოპოზიციონერს მსგავსი ტიპის კონსპირაციული ბინა არ ჰქონია. ის კომფორტის მოყვარული პედანტი კაცი იყო და თან ძალიან ფრთხილი.
რაც შეეხება ძეხს, ეს თავარი არგუმენტია. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ აი ის ძეხვი რო იყიდეს, რომლის ქვით არის დარჩა კიდე, რომ იმას შეჭამდა ზურაბ ჟვანია, რომელიც უნდა გითხრათ, რომ ძალიან აქიზი იყო კვების პროდუქტების მიმართ და საერთოდ სუფრის მიმართ მას ჰქონდა დამოკიდებულება ფაქიზი. ნარდი, ძეხვი, კონიაკი არა დამაჯერებელი. იმიტომ რომ სწორედ აქ მას ჰქონდა გარკვეული არისტოკრატიზმი და სხვა კონიაკი იქნებოდა, თუ მაინდა-მაინც სხვა ძეხვი იქნებოდა და სხვაგან იქნებოდა. და ის იუსუფოვის მამაც. თუნდაც ამ მეჭვების და სხვა უპასუხო კითხვების გასაბათილებლად ჯვანიებმა რამდენჯერმე მიმართეს მთავრობას საქმეში დამოუკიდებელი ევროპელი ექსპერტების ჩართვის თხოვნით. მიიღეს დაპირება პრეზიდენტისგანაც, მაგრამ რეალური შედეგი ჯერ არ ჩანს. მაგრამ არ შეასრულეს და ამის მერე ახლა რა უნდა ვთხოვან, დისფის უნდა შევხვდე ახლა. და მიუხედავად ამისა, ამის მერე გქონდა დედაჩემს ორჯერ ცდილობა შეხვედრის პრეზიდენტთან, მაგრამ პრეზიდენტი განაცხადა, თუ ჩვენთვის ეს პრობლემა არ არის, მაგრამ როგორც ჩანს პრობლემა არის, იმიტომ რომ პრეზიდენტი არ შეხვდა ზურაბ ჟვანიას დედას. ზურაბ ჟვანიას დედას პრეზიდენტი გუშინ შეხვდა. გარდაცვლილი პრემიერის საფლავთან, სადაც ყოველი კუთხიდან ჩურჩულით ისმოდა კითხვები. რა არის ახალი, რას ამბობს გამოძიება? ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე ახლა ხმამაღლა აღარ გამათობენ. ამ საკითხზე აღარ იმართება საჯარო დებატები. დუმს ჟვანიას გარემოცვაც, ოპოზიციაც და საზოგადოებაც. მაგრამ როგორც ჩანს, ეს მდუმარი მღელვარია. სააკაშვილი პრეზიდენტი ცუდად ექცეოდა. პერსონალურად ეს, რა თქმა უნდა, მძიმე გადასატანი იყო, იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ ჟვანიას უთქვამს, რომ ამ ქვეყანაში დარჩენაც კი არ ღირს და სხვა ასეთი რამეები. ეს სიკვდილამდე არც ისე დიდი ხნით ადრე. მე თვითონ მითხრა, რომ აი დეკემბერში მითხრა, რომ აი მოკიდებდით ხელს და წავიდოდიო. მაგრამ ეს ქვეყანა ვის დაუტოვო? მე გადავდგები მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქნება სრული გარანტია იმისა, რომ აი ამ ბავშვებს არ დაემუქრება არანაირი საფრთხე. მე გადავდგები მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ვიქნები დარწმუნებული, რომ ვერავინ ვეღარ დაუქნევს თიდს დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს. ამიტომ მე მინდა განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ შევა ძალაში ავტომატურად მას შემდეგ, რაც დატოვებს თავის პოსტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს ხუდამხეში რა იყო მაშინ დაიხო? ხუდამხეშის რეკლამა. გოგა არ გამორიცხავს, რომ ცოცხალ ზურაბ ჟვანიას შესაძლოა ზუსტად ასეთი განცხადება დღესაც გაეკეთებინა. ნაწყვეტი ჟვანიას ბიოგრაფიიდან და ხაინდრავას ფილმიდან ისევ აქტუალური გახდა. ყოფილ პრემიერზე ყველას თავისი აზრი აქვს, ყველას ვინც ინდივიდია. ჟვანიაც ასეთი იყო. ყოველთვის ჰქონდა საკუთარი აზრი. ზურა ირჩევდა მაგრებს, ბატლონიში. ჭილებს გარშემო იკრებდა და არ ეშინოდა მათი სიძლიერის, მათი თვითყოფადობის, მათი ტალანტის, ნიჭის, უნარის ხანდახან, ვთქვათ, მიმწოლი ხასიათის. სულ ამბობდა, რომ აი ჩვენ არა გვაქვს განსაკუთრებული სიმდიდრე, ჩვენი სიმდიდრე ეს არის ჩვენი დემოკრატია და ჩვენ უნდა შევქმნათ მართლა საუკეთესო პრეცედენტი დემოკრატიის, რომ სოფლიო რუკაზე ადგილი დავიმკვიდროთ და სამწუხაროდ ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ამ თვალსაზრისით ხედავ. დემოკრატიის თვალსაზრისით. ზურაბ ჟვანიას ქვრივი ამბობს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ზურას ჰუმანიზმი აკლია, მისი ხედვა და დამოკიდებულება. კაცი, რომელმაც თანამედროვე ქართული პოლიტიკა აწონ-დაწონა და დააკომპლექტა, რომელიც იყო ძლიერი და გავლენიანი, რომელიც ყველაზე უკეთ ერკვეოდა პოლიტიკურ ნიუანსებში და შეეძლო ურთულესი პოლიტიკური თამაშის მოგება თავად აღმოჩნდა მსხვერპლი. მსხვერპლი, რომელიც პატივით გააცილეს და დაიმოწრეს. მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. ამ სიტყვების ავტორს მოგვიანებით ქართული პოლიტიკის არქიტექტორი უწოდეს. მას ყოველთვის ჰქონდა პასუხი კითხვაზე, ვინ
და რატომ? დღეს სწორედ ეს კითხვა მთავარი მისი აბსოლუტური ოპტიმისტი ვარ და ზოგჯერ მიკვირს, იმიტომ რომ ეს ანალიზს რო გავაკეთებ, თითქოს ოპტიმიზმის საფუძველი არ უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის რჩები ოპტიმისტად და ძირითადად მიმართლებს. სამი შვილიდან ანჩო მამას ყველაზე მეტად ჰგავს. აინტერესებს ყველაფერი და ბევრს კითხულობს. ბუსას კი არასდროს დაავიწყდება დღე, როცა ის და მისი დები მამამ პარლამენტთან შეკრებულ ხალხს იარაღის ჩვენ შეიარაღებული არ ვართ და ჩვენი შვილებით და ჩვენი ბავშვებით ვართ შეიარაღებული. პატარა ზურაბ ჟვანია ბიძას არ უნახავს. ზურა პრემიერის გარდაცვალებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ დაიბადა. მას წინ აქვს ლეგენდები და ისტორიები მის ღირსეულ სეხნიაზე, ადამიანზე, რომელმაც თავისი ავტოგრაფი დიდ პოლიტიკაში დატოვა. მამაზე ლიზიც ბევრს ისაუბრებს. ჩემი აზრით მოყოლა არ გამოგწევს. იმიტომ რომ ისედაც მომგონი მაინც დაიმახსოვრებს ხალხი და მაინც ეზოდნებათ. ამ წარ მოყვე.